აფხაზეთი ჩემთვის არის წარქმეული მომავალი. ჩემს ცნობიერებაში აფხაზეთი შემოდის და შემოვიდა 30 წელია. მის შესახებ ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ მასზე მხოლოდ საუბარი ძალიან მტკივნეულია. აფხაზეთი პირველად მშობლებისგან გავიგე, რა თქმა უნდა. ეს 30 წელი არც ერთი დღე არ გასულა, რომ აფხაზეთი არ ეხსენებინა ჩემს ოჯახში. ყველასთვის ძალიან დიდი ტკივილია, ბევრ სასიხარულო და ბევრ ცუდ ამბებსაც იხსენებენ ხოლმე. უნდა ითქვას ის, რაც დაშავდა ერთი მხარე და მეორე მხარეს შორის. და ეს ყველაფერი უნდა გამხილდეს, უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე და მხოლოდ ეს იქნება ერთადერთი გზა იმისა, რომ რაღაცა ურთიერთობები დავალაგოთ. სანამ ესე კითხვის ნიშნები იქნება, სანამ არ ვაღიარებთ ამ ყველაფერს, იქამდე ვერაფერი ვერ დაალაგდება. ენგურს მიღმა ჩვენს ძმებს მიმართავ, რომ დავჯდეთ, ვისაუბროთ, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ერთმანეთს მოუბოდიშოთ.